თივდაცრუდა ფსისმოყარე იბერიელო ერო და იბერიელო ერო და ქართველ ერო მარიამობის დღესასწაულის მობრძანების პირველი წუთიდანვე საქართველოს სულა დეველის ქვეყანა ქვეყანაში სამი სადღესასწაულო დიდი ღვთისმოწყალების დიდების და პატივისცემის გამოჩენა მობრძანდა სახელმწიფო ასე ივერიის სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის აღდგენა, რომელიც 39 წლის განმავლობაში იყო გაუქმებული. თუ რატომ მაგას მოგახსენეთ? მეორე საკითხი ბრძანდება, რომ ესე ივერიის ქრისტიანული სახელმწიფოს დაარსება და მესამე კი ესე ლენინური სტალინური წარმართობრივი პარტიის დაარსება, რაიცაც საჭიროა სახელმწიფოში იქნას ამშენებლობა, რომ ყველანაირი ამშენებლობა რო ქვია და რო იყოს ელი გულადი პურად იბერი ქართველი აღორძინებული და გამრავლებული. რა მოხდა მაინც 39 წლის განმავლობაში რატო იყო დაკარგული ავტოკეფალია. როგორც გარდაიცვალა საქართველოს ეგზარქოს მოთროულმა შვილის ნაბიჯარმა შვილის სხეულმა შვილის შერისხულმა შვილის დინებულმა შეშონულმა მხილებულმა ეგზარქოსმა ჰირაკი და კანდილაკმა რომელსაც ქვია ილი მეორე ასე აღზარდა ანუ შემოიგება თავის გარშემო 2550 სამშობლოს მოღალატე, ერის მოღალატე, ქრისტიანულ ამხნაურ შეურაცვლავ აქედან 50 ეგრეთვე მდანთავარი, აქედან 500 მღვდელი, არაფონიანი მღვდელი, აქედან 1000 ბერათი ვითომ შეძგომილები და 1000 მოლოზანი შავკაბიანები, აჭორიკანები, ასეთი ვითარებაში 2550-მა მოსიაზაგორმა უგუნურმა მთელი ერთ გადაუჭრა გონება და ის ყოფილი გონიერი ერი ღვთისმოსავი დღეს არის სასწორად დაბეჭდავებული, ყველანაირად როდესაც გადაგვარებული აღარ სამშობლოს სიყვარული, აღარ ერის სიყვარული, აღარ ქრისტიან ამ პატივს აღოენსება. აი ესეთი ვითარებაში ღმერთმა სასწauლებრივად სამსხო განგებით კასტური აუცილებლად და კასტური აუცილებლობის ადამიანის შემდგომ სამების დააზრებით გარდამოგვირდა მადლი და დღევანდელ დღეს აღგამართა საკვირველი სასწauლებრივი დღე გაგვითენა ღვთისმშობლის მარიამობის დღესასწაულმა. რამე თუ აგრეთვე დაარსებულია ქრისტიანული ივერიის ქრისტიანული სახელმწიფო და აგრეთვე რა თქმა უნდა საჭიროებისათვის ასე ლენინური სტალინური წარმართობრივი პარტია. აი ესეთი ვითარებით მაინც იციან რაღაც საჭიროა ეს პარტიულობა. აი იმიტომ რომ ლენინის დებულება პარტია არის ჩვენი ეპოქის გონება, პატიოსნობა და სვინდისი ძალაშია. ასეთი ვითარებაში პარტიის გარეშე ვერ მოხერხდება იმ ამშენებლობის საშუალებები, რომ ერი ასე ვთქვათ გამოვიდეს გონზე თავის სამშობლოს მიხედვას და როდესაც ასეთი გაუბედურებული, გასართული სამშობლო როგორღაც ესე იყოს შრომა გარჯა და იყოს პატიოსანი, მაგრამ ღირსეულობა და არ იყოს ესე საშინელი მართლა
კაცმოძულობა და ასე როიტვან ყველანაირი რაც კი უგუნურება უკვე შემოგდებულია დასავლეთის უგუნური მმართველთამია როგორც არის ინგლისის მონარქისტები, ამერიკელი მონოპოლისტები და ებრაელი მასონისტები. ამას შექმნეს ბანკი საერთაშორისო ბანკად უწოდებოდა და მთელი რესურსებს იყენებენ კაცობრიობის დასამონებლად და კაცობრიობის გასაუბედურებლად. როდემდის საკითხავია, როცა სოფლიოში შედგა მშვიდობა, ერთსაშორისო თანასწორობა და პატრიოტიზმი და ღირსება და შრომა და არა ბანდიტიზმი და არა მართლა ზარდო და გლეჯვა და ერთმანეთის გაუბედურება. ერთი მუჭა ყველაფერი აწესეს, დაწესეს და ხალხი ერთმანეთს გადაამტერეს ხალხი და აი თვითონ იყო აყვავებული რესპუბლიკა, როგორც იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ყველაზე მეტად გაუბედურებულია, ყველაზე მეტად გაზარცულია და ყველაზე ყველა ასპექტის არის და წამსა და დაბეჭდავებული და სავალალო მდგომარეობაში. ასეთი მდგომარეობაში მართლა უნდა ვიყავდოს ძალიან აქტიურად და სიმართლეს მოყვარეობით. იმისათვის ეს გაპარპაშებულები და ხალხი დამბეჭდავებული იქნან სათავე შემოღებულია საერთაშორისო საჟარი, რომელიც ამოქმედება ჯერ რა თქმა უნდა თეორიულად და შემდეგ პრაქტიკულად, რომელიც ყველას დაჟეს საკადრისა და აღარ იქნება ესეთი მართლა ღლეტურობა, როიტყვან ჭინგისობა, აგეთი შოურაცობა, სიმართლისა, თუკი ეკლესიურობისა, თუკი პატრიოტიზმისა და ღირსების სადღა ის ქართველი, რომელიც ერი გულადი პურადი იყო და ღმერთს ამაზიდებელი და მართლა სიმართლისა და პატრიოტიზმის ეტალონი იყო, სადღა იმისი პატივისება და ღირსება, ეს ვითარებაში მივიღოთ და მაინც უნდა გითხრათ, რომ ღვთის მაზრმა სწავლობა ვიხსნა გადაგვარებისა და წარდგენისაგან დედამიწის პირზე, რომ არ ვიქნებით აგვილი. აი ამისგან გვიხსნა და ამისათვის მადლობა შევძიოთ ყოველ სამყაროსთან და თან დავდოთ ერთმანეთთან მეგობრული აი თავხედრovat, აი როგორც შედიან მრევლი ეკლესიაში და ხვდება ანაფორიან ჯიბგირი და ისე ზარსვავს თავისი სრული დრო სიტყვის მართლმადიდებლები არა საცოდავი ერი შედის არის მამაბურ ტაზებში და ის იქა ხვდებიან ასე მოსვიდა მზაღორთა ბანდის წარმომადგენლები აგეთი აგზელები არა რომ აღარ აქვს ნამოზი არც მუსიში არც რიდი არიან ასეთი არის ყველაფერზე სანქციები არა ყველანაირად როგორც გამოუსადეგრებელი კიდე როგორ პარპარშონ წარმოგიდგენიათ ჯიბგირები და აშკარად ესე კაცი მოსამ ზაყარის ზაგსუბალს და გვასწავლის ამ შემთხვევაში ეს როგორ გაპარპარშენ ეს მართლა მოსვლამ ზაყარები ეს მომხდა აი როგორ გაუწევს დავის მეხუთის გარდაცვალებისთანავე და აი იმ სინოდის შემადგენლობა და მხოლოდ ერთი ეგეზარგოსი ირავი ტარაზე არის რომელიც როგორც ესე ცოდვიანი მიაღდა მოაქცია და ასე კიდევ ვითომ ესე ვითომ საჭეთ მკობელია ეს რა უცხა როგორც ეს საჭეთ მკობელი გარა რომ იყო ერის მოღალატე სამშობლოს მოღალატე ეგდო შუათოსში ყოფილიყო იქ რას გადმოეთრია ესე ვიცარებაში კი არ მიგამ თქვენ შეგაზღო და მხოლოდ ის მინდა მოგილოსოს რომ აღდგენილია დიდი სასიხარულო ესე სასიხარულო ამბავი ესე აღდა იბერიის ქრისტიანული სახელმწიფო
და აგრესო ამ ყოველივეს საბაზროდე ამ არის დაარსა ლენინური სტალინური წარმართობის პარტია, რომელიც აუცილებლად საჭიროა პატრიოტიზმობა. თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს პარტიულობა აღარ არის საჭირო. აი, ყველა პარტიულობა რაც კი ახლა არსებობს ქვეყანაზე, ასე თუ ეს ყველაზე გონივრული პარტია, იმიტომ რომ ძველი ისტორიის ხონია და ასე თანხია თავის დროზე ამ პარტიის მადლიანობით გამარჯვება იქნა მოპოვებული მეორე მსოფლიოში ფაშიზმის, გერმანულ ფაშიზმზე. აი ესეთი პარტია როგორც არის ლენინური პარტია, კიდევ ბევრ გამარჯვებას მოეპოვებს მშვიდობიანობის დაცვის საქმეში და ყველა იმ პატრიოტიზმის საქმეში, რომელიც საჭირო კაცობრიობის მშვიდობიანობისა და მართლა კაცობრიობა ხარ უნდა იყოს მოსისხლე და ასე მზაკვარი და ველური. აი როგორც რა თქმა უნდა, კაცი პატივსაში ნაიყო და ვერა გულისხმაკო მან ვერა გულისხმაკო მან და ბაზრი და იგი პირთა უგუნურთა და მიემსგავსა მას. პირთვის უგუნურობა საჯობია ადამიანურ ღირსებაში იყო და ღირსებაში იყო და თან მართლა ნეტარებაში იყო ვიდრე წყევაში შეშვენებაში. ასეთი ვიდრებაში ეს კაცი და მომილოსია მარიამობის გასასწავლი დიდი საქებარი და დიდად ფარველი თავისი ტიპური ქვეყნისა, რომ ვიხოთ ჩვენ ისე ხო რომ ივერეს ქვეყანა არის ყველა მოსიშობა მარაკაზო მარიამის სიხოდი მოსულან და მადლობელი ღვთისა და მოყვასისა. ვინც კი ბრძანდება მოყვასი, რა თქმა უნდა კეთილი გაგებით. ჰეამენი. ვაშა და ვაშა, რავა ჟამია, ის პორაიტი ჯესბო. დაგლოცოთ მამბარო მადმა, დაგლოცოთ დედაბებრო მადმა, დაგლოცოთ დღევანდელმა ანუ შიშოვრობის მადმა. ჰეამენი. ვაშა და ვაშა, რავა ჟამია, ის პორაიტი ჯესბო. Danke schön, Frau. Oh, jetzt habe ich es ja. Aber auch.